მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. დღეს კვლავ ირმას ხმაურია, ოღონ ირმას ხმაური არის განსხვავებული ხმაური, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხმაური იქნება, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი სამოქალაქო აქტივისტი ოთარ რევიშვილიც იხმაურებს დღეს ჩვენთან ერთად. უკანა კადრის სიცილიც შემოვიდა. ხო, უკანა კადრის სიცილიც შემოვიდა, ოთო სიცილი გვაკვდება, რო იტყვიან. ეხლა რაც შეეხება ჩემო ძვირფასებო, დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩვენს გამომწერებს YouTube არხზე, სტუდია ანტიბიოტიკის გამომწერებს. ჩვენ გვგრძნობთ თქვენ მხარდაჭერას და ასევე იმას, რომ ამ რეჟიმის დროს ნებისმიერი სიმართლის თქმა, არის გმირობის ტოლფასი და ერთობით აუცილებლად გამოგვივა ყველაფერი. ერთობით აუცილებლად შევძლებთ. ოთარ ჩემო ძვირფასო, მე მინდა გითხრა დავსასად ვართ ეხლა ჩვენ. რახან მაყურებლები ვიყურებენ, იმ სიტყვას არ გამოვიყენებ, რაც შეესაბამება საჩხინავში. ხო, რაღაცა. მაგრამ ხომ უნდა გადავთვალოთ საჩხინავში. ადგილას არა ვარ. ეხლა რა მინდა გითხრა, რომ გვირაბის რა ნაწილში ხვირაბში ვართ, ხო, ალეგორიულად გვირაბს გამოვიყენებ კი მანდვას. და გვირაბის ბოლოს მინდა გვხვდება რაჯდენა თუ ანგელოზი. არა, სინათლე ცალსა. სინათლე დაგვხვდება, რა თქმა უნდა. რაჯდენა ვერ იქნება სინათლის ანგელოზი. რა თქმა უნდა, არა, სინათლე ან რაჯდენა თქო, ანუ 60 ან ჯოჯოხეთი, ხო? ნუ ეხლა ეს რაჯდენაც ხო იცი შემსრულებელია, პაიკია შემსრულებელი, ძალიან ბინძური საქმის. კარგი, ეხლა რა მინდა გითხრათ ჩემო ძვირფასო, იცი? ყველა ვთანხმდებით იმას, რომ რუსული სცენარი მიდის დღეს საქართველოში, მაგრამ ჩვენ ეხლა ისედაც ვიცით, ბევრმა იცის, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი აქცენტი არის იმ ადამიანებზე, ვინც პროპაგანდით არის მოტყუებული და მათ გონიათ, რომ ეს მხოლოდ არასამთავროებს, ტელევიზიებს და კონკრეტულ პიროვნებებს შეეხება და არ შეეხება მათ, არ შეეხება მათ ოჯახებს და მათ შვილებს და ამაზე რომ ვისაუბროთ. ეხლა ოთარ რა მინდა გითხრა, იცი ჩემო კარგო, დავიწყოთ იქიდან, რომ რატომ ებრძვიან მესამე სექტორს ქვეყანაში, როგორც ეს გააქრეს რუსეთში, დღეს საქართველოში. რეალურად ქვეყანას ებრძვიან. ანუ მესამე სექტორი და სამოქალაქო სექტორი ნაწილია დემოკრატიული განვითარების და ნაწილია ქვეყნის, ხო? და რეალურად ყველაზე აქტიური ნაწილი არის სამოქალაქო საზოგადოება და შესაბამისად, ამათ არ უნდათ დემოკრატია და გამოუცხადეს ბრძოლა აქტიურ ნაწილს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების. გამიცურთ პროტესტის ჩახშობა. ხო, რა თქმა უნდა, უნდათ რომ რაღაცა ეს რეჟიმი, რომელიც დამყარებულია დღეს, კიდევ უფრო გამძაფრდეს და ქვეყანა საბოლოო ჯამში ქვეყანაში გაფორმდეს ტოტალიტარიზმი. აქვე კიდე განუმარტოთ ადამიანებს, რომ რუსულ სცენარს და რუსულ კანონს იმიტომ ვიძახით, რომ ის რაც გაიარა რუსეთმა 12 წლის განმავლობაში ხდება საქართველოში 2 წლის განმავლობაში ამის გავლა ძალიან სწრაფად ხდება და როგორც იქ შეყარეს ხალხი ხო სახლებში და ხმას ვერ იღებს ვენავინ ასეთი მცდელობა. შემიძლია ვთქვათ რომ ნიჭიერი მოსწავლეები არიან რუსული სპეცსამსახურების. ნუ რუსული სწრაფად აითვისეს და სწრაფად კარგი. მიაქადემენ ამ ქვეყანას. რატომ დაარტყა რაჯდენის? ხო, იქიდან დავიწყოთ რომ ანტიკორუფციული ბიურო ქვია, ანუ ხალხის მოსატყუებლად, ანუ კორუმპირებული ხალხმა, კორუმპირებულმა ადამიანებმა შექმნეს ანტიკორუფციული ბიურო, ამაზე მეტი მარაზმი და სასაცილო ამბავი რა გინდა იყოს და გუშინ მათ დაარტყეს კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. როგორ ფიქრობ შენ, რატომ იქნა შერჩეული ეს ორგანიზაციები კონკრეტულად? ეს ორგანიზაციები საკმაოდ აქტიური ორგანიზაციები არიან და ეხმარებიან, ასე ვთქვათ, უამრავ ადამიანს ქვეყანაში, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ეხმარება დაზარალებულებს, ძალადობის მსხვერპლებს, ნაწამებ ადამიანებს, მათი ადვოკატები ჩართულები არიან თითოეულ პროცესში. ეს უამრავი ჯარიმები, რომელიც დაიწერა ამ ორგანიზაციების მეშვეობით ხდება ადამიანების უფლებების დაცვა და შესაბამისად მათთვის ეს პირველი სამიზნე აღმოჩნდა, რომ ესენი გააჩვენონ. რეალურად ახლა ანტიკორუფციული ბიურო უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ ის კორუფცია, რომელიც საჯარო სექტორში არის, ამას იკვლევდეს. ძირითადი მისი ფუნქცია ეს არის და იქ რაღაცა 8,000 ევროიანი ჩანთებით რო დადიან და ხო, ახლა რატომ წარმოვიდგინე ახლა მე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს მაქვს 25 ლარიანი ჩანთა და დავუშვათ ან თემუდან გამოწერი ოკეანეს რო გადმოთქორავს და კულტურის მინისტრს 9,000 ევროიანი ესე თქვა ჩანთა ხო
ორი ჩანთა. ერთი 800-იანი. ხო, იმ ჩანთაში რა უდევს კიდე სხვა და ნუ ასეთი ყველა თანამდებობის პრობლემა. საქმე რაშია, თუ იცი? საქმე იმაშია, რომ ძირითადად ეს ადამიანები ეს სამთავრობო ეს ელიტა ხროვა, რა ვიცი, რაც გინდა ის დაარქვი, იმიტომ არიან გამწარებული, რომ ეს საკუთარი ნაალაფარი შეინარჩუნონ და ნუ ემსახურონ რუს ოლიგარქს. ყველაზე ოთო შენ ამდენი ხანი ახლა არასამთავრობო სექტორში მუშაობდა, ურთიერთობა ჰქონდა სხვადასხვა საჯარო ინსტანციებთან და აი უბრალოდ მარაზმი არის ის, რომ როდესაც საუბარი არის გამჭირვალობაზე, მოდი ორი მიმართულებით უთხრათ ინფორმაცია მივაწოდოთ მსმენელს, რომ როგორი არის არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭირვალობა, მოკლედ. თითოეული არასამთავრობო ორგანიზაცია პირველ რიგში მოქმედებს საკუთარი წესდების მიხედვით, არანაირი არავის დავალებით არ მოქმედებს, საკუთარი წესდება აქვს, საკუთარი მისია აქვს, რაც არის გამჭვირვალე დევს საჯარო რეესტრის საიტზე. რეალურად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ემსახურება ქვეყნის განვითარებას, მთელი წლების განმავლობაში დაწყებული 90-იანებიდან ემსახურებოდა ქვეყნის განვითარებას, მათ შორის კეთებდა ქართულ საქმეს. ხო, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები არის. და მათი ფინანსები არის გამჭირვალე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა დეკლარაცია, ყველა გადასახადი გადახდილია, ყველა ეს დიდი ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია სახელმწიფოსა და მაგალითად ევროკავშირის შორის, იციან რომ რაში იხარჯება ის თანხები, რომლებიც მიდის ოთო და ამის საპირისპიროდ მოსახლეობაში არ არის ინფორმაცია და ასე ვთქვათ არასამთავრობო სექტორის, მესამე სექტორის გასაშავებლად და მათ წინააღმდეგ გასამხედრებლად ძალიან ცუდ ესე ვთქვათ და მავნე პროპაგანდას უშვებენ და უცებ ადამიანებს ავიწყდებათ ერთი რაღაცა. როდესაც სოფლის მეურნეობის პროგრამა იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყავით ჩემო ძვირფასებო ჩართული როდესაც სილეგრანტებით მეხარბეებს, სტარტაპერებს, თვითონ სახელმწიფო უწყობი მე კი თვითმმართველობასაც სასწავლიდით კაი მოყოლას მათ შორის ესე ვთქვათ საკრებულოებსაც პლუს ამას გარემოს დამცველები მივდიოდით, როდესაც ხდებოდა არასწორად პროექტირება და აოხრება მდინარეების, ტბების, ტყეების, რა ვიცი და თანაც ევროპული გარემოს დაცვითი სტანდარტების დამკვიდრებას ცდილობდით და ვერავინ ვერ დაგვაბრალებს, რომ განვითარების წინააღმდეგ განვითარება არ იყო, ვანდალიზმი იყო, პლუს იურიდიული დახმარებას ღებულობდით თქვენ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ძალადობის მსხვერპლ კორუფციაზე უამრავი კვლევა არსებობდა. კორუფციაზე პირდაპირ კავშირშია. მინის 800 ევროიანი ჩანთა იმიტოშია მოქალაქეს. ხო. ეგ არის პირდაპირ კავშირში. ვიღაცა რომ მინისტრის სიძეს რომ უამრავი მილიონობით ტენდერი აქვს მოგებული, იმიტომ ხამშია. აი თუნდაც შენი ორგანიზაცია მაგალითად სალსალკე დროებით თემა არ არის. ეს არის პირდაპირ კავშირში ერთმანეთთან, რომ ამათ რო აქვს მილიონებს შეულობენ ყოველდღე კორუფციით. შესაბამისად უფრო ღარიბდება მოქალაქე და უფრო მეტად მშიერია. ამიტომ არ უნდა ესეთი ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, პლუს განათლების თემა რამხელა საქმეა ჩატარებული სკოლებში. რაიმე მიმართულება არის ძირითადი ქვეყანაში, ყველა ამ მიმართულების განვითარებაში იყო ჩაბმული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დონორების დახმარებით. ეს იყო განათლება, სასამართლო თუ ამ შემდეგ. სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, როგორც ჩამოთვალე, ხო? და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აისახებოდა ინდივიდებს. ანუ ერთი მხრივ ხდებოდა სახელმწიფოს დახმარება, მათი სერვისების განვითარება, მეორე მხრივ მოქალაქეებს ეხმარებოდა თქვათ იგივე განათლების კუთხით, იგივე გრანტებით და ასე შემდეგ. კარგი, და ახლა რა გვაქვს საპირისპირო მხარეს სახელმწიფო ინსტანციებში? აბსოლუტურად უნდა იცოდეთ, რომ არანაირი გამჭირვალობა აქ არ ხდება, არიან ესე ვთქვათ კორუფციის ჭაობში ჯანმრთელი, ვინ რა ტენდერებს იგებს, ვინ რა ქონებას ფლობს, რა თქმა უნდა გადამალის რაც ჩანს დეკლარაციაში და რაც არ ჩანს გადამალული. მამერე, აი თუნდაც ჩვენს მდინარეებზე აიღეთ, თუნდაც ხესები აიღეთ, თუნდაც ქარხნები აიღეთ, ტროტუარები აიღეთ, ყველაფერი აქვთ ამ საკრებულოს წევრებს, ესე ვთქვათ, მერებს, ყოფილებს, ან ახლებს, ნაყიდი და ანუ საშვილიშვილო ესე ვთქვათ, ქონება აქვთ დაგროვილი და რატო წავლენ, რატო ამოიღებენ ხმას და საქმე იმაშია რომ და პლუს ზემოთ კიდე ნებისმიერ პარლამენტარებს მაგალითად 700, 800 ტენდერი აქვთ მოგებული და მოგეთ ესეთი თემებია რომ და აი ესეთი ხალხი, კორუმპირებულები, ქვეყნის გამყლები ხალხი ქმნის ვითომ ანტიკორუფციულ ბიუროს და სინამდვილეში თქვენ გაყრით თვალში ნაცარს და ეს მინდოდა ეს მინდოდა რომ გაგეგონათ და საქმის კეთებელ ადამიანებს ებრძვიან. ის ნაწამები ახალგაზრდები, სინდისის პატიმრები, ყველა ეს ადამიანი არის ამ ქვეყნის პატრიოტი. და ზუსტად იმიტომ ებრძვიან, ზუსტად იმიტომ დააპატიმრეს, სოლიდარობა აქვე მათ.
იმიტომ აპატიმრებენ ამ ადამიანებს, რომ ესენი არიან თავისუფალი ადამიანები და უნდათ რომ ააშენონ თავისუფალი ქვეყანა. და თავისუფალ ძლიერ დაცულ ევროპულ ქვეყანაში ტენდერებით და კორუფციით ვერ გამდიდრებენ. რა თქმა უნდა და ამათ ურჩევნიათ ის რუსული ჭაობი, სადაც თავისუფლად შეეძლებათ პარპაში. და ეხლა მე მინდა მიმართო ჩემს მენელს მომხრეებს, მოწინააღმდეგეებს და ანუ ის ადგილები დინარეები, ტბები, ტყეები, რომელიც თქვენთვის ძალიან ძვირფასია, ძალიან მშობლიურია. ოლიგარქის ფეოდალები იყიდიან, ისე იყიდიან და ისე წაგართმევენ, რომ თქვენი დამცველი თუ ასე გაგრძელდა ქვეყანაში და თქვენ დუმილი გააგრძელეთ, არც იურისტი იქნება თქვენი დამცველი, არც ადამიანის უფლების დამცველი იქნება თქვენს გვერდით, ვერც ტელევიზიები იქნება, ვერც ჩვენ ვიქნებით გარემოს დამცველები და ზოგადად თქვენ მარტო დარჩებით აი ამ რეჟიმთან ერთად და დაკარგათ ყველაზე ძვირფას, რაც არსებობს თქვენთვის, ამიტომ და უფრო გაღარიბდებით, რა თქმა უნდა. უკვე ფასები მომატებულია, უკვე ეკონომიკაში პრობლემა, ამათ გამო ეხლა ერთი ნიუსი მინდა ვთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამმართველოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ქმრის Facebook პაროლი გადასცა პოლიციას და იქედან აკვირდებოდნენ ვიკაბუკიას და ვიღაცების პოსტებს და მე უჩივლეს რომ ესე იგი ქალმა ფაქტიურად იურისტმა დაარღვია საკუთარი ქმრის ადამიანის უფლებები, მისი პირადი სივრცე და ნუ ხედავთ და ამას ყვება ისე თამამად და ამას ყვება ისე თავმოწონებით, რომ მას გონია რომ რაღაცა კარგი გააკეთა. ანუ უნიჭობის პიკია. ანუ ყველგან ყავთ ესეთი უნიჭო ზომბირებული ადამიანები, რომლებზეც საერთოდ გასული არიან ხალხო მომსახურების ზონიდან და კიდევ ასეთ მაგალითს ავიღებ, რომ გიორგი უშიკიშვილს ესე იგი დაუწუნეს, რომ კომპეტენცია არ ყოფნის, რომ ხალხური სიმღერები და ხო საგალობლები ასწავლო და ნუ ეხლა როგორ ანუ თემა არის რაშიც არ სჭირდება აი ესეთ ქვეყანას, სადაც ტოტალური რეჟიმი მყარდება და დიქტატურა, არ სჭირდება ნიჭიერი, არ სჭირდება მოაზროვნე, სჭირდება მონამორჩილი. აი ზუსტად ის პერიოდია, რაც იყო 37 წლების რეპრესიების დროს, ესე იგი გააქრეს მოაზროვნე ხალხი, ხმის თავისუფალი ხმები და დატოვეს, ესე ვთქვათ, დაზომბირებული მორჩილი ხალხი და არ უნდა ელემენტარულად არ უნდა გავიმეოროთ ეს ისტორია და ეხლა ჩვენ არ გავჩერდებით, მაგრამ თქვენ თუ არ დაგვიდექით, ბაჟი, თქვენ გეხებათ, უფრო გაღარიბდებით, ვერაფერს ვერ გააპროტესტებ, ვერ გაასამართლებ, სასამართლო არაა, სამართალი არაა და გეკითხებით, მაშინ გაიქცევით ყველა, ხო, ემიგრაცია, რატომ მივიხართ ევროპაში, ცუდი თუა, ხო? დაფიქრდით ცოტა ამაზე. ეხლა ჩვენ მინდა აქ ძლიერი აქ მოვიყვანოთ, ხო? ჯობია აქ მოვიყვანოთ. გახდეს ჩვენი ქვეყანა. ესაა ჩვენი მიზანი და ამათი მიზანია, რომ ეს ქვეყანა იყოს რუსულ ჭაობში და თვითონ იყვნენ დიდრები და ყველა დანარჩენი იყოს ღარიბი, მშიერი და მათი მონა. ესაა ამათი მიზანი. მოგეთ თვითმმართველობის თემა წამოწიეს ახლა არჩევნების თემა და ამით ცდილობენ მთავარიდან გადაგვიყვანონ ამაზე. ეხლა მე რა მინდა გაგახსენოთ, გახსოვს ჩვენი ოფისის წინ რომ ბანერი იყო ჩამოგიდებული რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა და გვახსოვს რომ 4500 ლარით დაგვაჯარიმეს ამ ბანერისთვის, მაგრამ არ ჩამოვხვიეთ მე თვეების შემდეგ ხო ვიღაცა მოიპარა. უკეთესი არ მოაპარია ღმერთმა ცხოვრებაში. დედა რაში იყენებს? ხო რა ვიცი, ხო და თემა არის ის რომ ეხლა როგორი რაღაცა იცი, მაშინაც ესე თქვათ გამოკითხვებით ისე იყო მობილიზებული ხალხი, რომ აუცილებლად მივიდოდა არჩევნებზე, მაგის ავიბლაყუნეთ თელესოფელი, გურის სოფელი, ხო და გამომეხლიფართ აფეხები ნასიარულები და მივიდა ბატონო არჩევნებზე. გააყალბეს ხო? გააყალბეს აი არჩევნები. დავდეთ ამის მტკიცებულება. დავდეთ ამის მტკიცებულება და შენ წარმოიდგინე ამ არჩევნების შედეგებმაც კი მიუხედავად იმისა, რომ გავაყალბეთ და საერთაშორისო, ესე თქვათ, არენაზე გავიდა ეს ამბავი და მართლა ტოტალური ამბავი იყო, იმიტომ რომ რუსული სპეცოპერაცია ჩატარდა და რუსეთი არ მოგაგებიებს შენ ამ პირობებს. რეალურად უნდა ვთქვათ, რომ არჩევნები არ ყოფილა ეხლა ამას ფაქტები. არა, ხა მე საითკენ მივდივარ, იცი? და ამანაც არ გამოიყვანა ხალხი გარეთ, ხალხი გარეთ გამოიყვანა კობახიძე. მისი განცხადებითი ცნობილი ნოემბრის განცხადება, რომ მოკლედ გადავდეთ ევროკავშირში შესვლის ამბები და ნუ მე. ეხლა
მთელი ამ თვეების განმავლობაში არჩევნები გაყალბებული ეს დაუმტკიცეთ თავსაც, დაუმტკიცეთ ამათაც, დაუმტკიცეთ მსოფლიოს. მერე ყავს სინდისის პატიმრები. ღებულობენ ესე ვთქვათ რუსულ კანონებს, დრაკონულ კანონებს, საშინელ კანონებს, ავწთით დემოკრატიას და მივდივართ საჭყინავში, ხომ სკვარამში. ლანძღავენ ევროპის ქვეყნებს, ლანძღავენ ამერიკას, წარმოუდგენელი თემაა და ეხო პლუს კიდე ის შენ ერთი პოდკასტი უნდა ჩაწერო ჩემი აზრით რომ სიტყვები განმარტო რა ნიშნავს და პლუს გული სიტყვები ეს ოპოზიციის ნაწილი ლიდერები ციხეშია და გამოდის ოპოზიციის ნაწილი და ამბობს რომ თვითმმართველობის არჩევნებში ხაჯების სავიღებთ საო თბილისს გამოვთხოვთ ისინი მაგ ძირითად სიტყვა არის არჩევნები ანუ თვითონ ეს პარტიები რომლებიც ეხლა ამბობენ რომ ფიქრობენ რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამბობენ რომ ეს იყო სპეცოპერაცია. ანუ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ის თუ ის სპეცოპერაცია იყო არჩევნები არ ქვია სპეცოპერაციას ხო ყველა ის ძირითადი მიმართულება იყო დარღვეული რაც არჩევნებს უნდა ახდენს ეს ფარულობა იყო მოსყიდვა დაშინება არ ვიცი აბა ეხლა რატო უნდათ ეხლა თვითმმართველობის არჩევნები მაგას ანუ არ მესმის მათი იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში არჩევნები არ აგვაქვს და არჩევნებში მივიღებ მონაწილეობასო ეს წინადადება არ არის სწორ წინადადება ხო თუ არჩევნები არ აქვს რანაირად იღებ არჩევნებში მონაწილეობას ხო რეალურად არ ვიცი რატო აკეთებენ ამას ეს რაღაცა მე მგონია რომ ვიწროპარტიული რაღაც ინტერესი აქვს ამ პარტიებს თუ თავის გადარჩენის ხო რაღაცა მსგავსი ეგეთი არ ვიცი რომ უბრალოდ ვერ ვხსნი იმიტომ რომ თვითონ მათი განცხადებები მაქვს ძალიან ბევრი მოსმენი რომ სპეცოპერაცია ჩაგვიდრეს არჩევნები არ ყოფილა და ეხა რა გააკეთილშობილებდა კაცო იმას ახლა მომისმინე რეჟიმს და კალენდარიშვილს და ყოფილს და ბიზნესს თუ ქვეყანაში საარჩევნო კანონმდებლობა არ შეიცვალა შეიცვალა, ოღონდ უარესის ეხა დაკვირვების უფლებას საპარლამენტო მომავალ, ესე იგი, ახალ გარცულდა ვერ ხვდებით იმაზე, ალტერნატივა რა გვაქვსო, რომ საპარლამენტო არჩევნები გვინდა? რეალურად არის მოთხოვნა ესეთი. საზოგადოება ითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ოღონდ თავისუფალ გარემოში. ეს მნიშვნელოვანია. თუ არ შეიცვალა ის გარემო, რაშიც ეხა ვიმყოფებით, ის არჩევნები არ არის და თუ არჩევნები არ არის, არჩევნებში როგორ მონაწილეობა? ხო და ოთო გეთახმები სულა და ვამბობ, რომ ვინც დღეს აპელირებს თვითმმართველობის არჩევნებზე და ამას უკეთებს რეკლამას, ცდილობს პროტესტის ჩახშობას და მთავარი მიმართულებიდან ცდილობს ამაზე მასე მძიმედ არ ვიტყოდი, მე მგონია რომ გზავნეულები არიან. ახლა აი ძალიან ხო რა, მანდამაინც რა ვარ ჩვენთანა, გზავნეული ოპოზიცია რა იქნა ესე იგი მთელი 35 წელია უყურებ რომ მე ახლა გამოჩდება ეს ყველანაირად ვცდილობ გაუგო იმიტომ მაგრამ ნუ კაი თან დაკავებას უპირებენ მათ ლიდერებს კაცო ხო ეხა ხო რაღაც ახალი თემები წამოჭრეს რომ რა ქვია ერთი პარტიის ლიდერს საქმე აღუძრეს კი უпроსტად კომისიას დაიბარეს კიდე რაღაც თელი სახელმწიფო გადატრიალებს ამას მე რისი თქმა მინდა არჩევნები თვითმმართველობის არჩევნებზე ლაპარაკი არა საჭირო აქ გამოსვლა ქუჩაში საჭირო და არა 37 წლის რეპრესიები არა რუსეთი საქართველოში ვიბრძოლოთ უნდა ამისთვის ახლა ზაფხული მოდის ცოტა ის ზარმაცი პერიოდია ზაფხული მოდის და შემოდგომაზე რა ვიცი რა იქნება მოკლედ ბევრი რომ ეხა თვითმმართველობა შეხედე რა აი ხაშურის საკრებულოს წევრები დაკავებული არიან Facebook პოსტებით წაკითხვით რომ კომპრომატები და შენ თუ გონია უზურგეთის საკრებულოა უკეთესი ჯერ ხო რას გავენ ახლა მათი ჩაწერებს ეს ტრანსლაცია რომიდის იქ სულ ჩხუბებია და რაღაცა და ძირითადად უზურგეთის საკრებულოს წევრები არჩევნებისთვისაა გამოყენებული მობილიზებას უკეთებენ ან აშინებენ ან ისყიდიან სახურავს მაშინ დაარეკებენ ოპერაციას მაშინ უკეთებენ თუ ვინმე გასაკეთებილა და ესეთი მარაზმი და ამას შეგუებული მოსახლეობა და არჩევნებიდან არჩევნებამდე. მოკლედ თემა არის ის, რომ არაფერი არ იცვლება არსად. იგივეს რამდენი ხანია ის ლავრენტი ბიგუავა და ის დათო დარჩი არის ბრეჟნევივით. ხო? ანუ თემა არის ის, რომ აბსოლუტურად ყველა მუქთახორაა. აბსოლუტურად ხელფასებს ღებულობენ არაფერში. ჩვენი ბიუჯეტიდან გზა გაგიყვანეთო, ვაიმე დედა დიდი ამბავს და მე ჩვენი გადასახადებიდან და იმ გზიდან რამდენ სიპარავენ კიდე იმდენი ამოგტეხათ თავში. დიდიდან პატარამდე. ხო და მოკლედ ესეთი თემა და დღეს ვინც ჩემი დამოკიდებულებიდან პოზიციიდან ვინც დღეს თვითმმართველობის არჩევნებზე ლაპარაკობს, ის ცდილობს
პროტესტი ჩახსოვთ. არადარა ყოველ დილით თითოეულ ნაბიჯს დგამთ რუსეთისაკენ. ხალხო გავფრთხილდეთ ეს არა მარტო პროტესტი ჩახშობა კი არ არის. ეს იქნება ნაბიჯი ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ანუ შენ ამბობ თავიდან იძახი რომ არჩევნები არ გვაქვს ქვეყანაში და მე რაღაცაში შედიხარ, რასაც სპეცოპერაციას ეძახი, თავიდანვე ეძახი სპეცოპერაციას. მაგიტო ფიქრობ და რავი, იმედი მაქვს რომ გზააბნეული პოზიციაა და ეს პოზიცია შეიცვლება. ჩემი აზრით ალბათ, არ ვიცი, იმიტომ რომ რამდენი პოლიტიკოსია დაკავებული, ხო, უკვე ციხეში არიან. ამათ ვინც იძახის რომ ფიქრობთ მონაწილეობას, გამოგლეჯას რო აპირებენ და ის კიდე მეორე პარტია რაღაცებს იმაშვებიან, მათ ლიდერებსაც ეხა ამ დღეებში დაკავების საფრთხის წინაშე არიან. მომისმინაგენ. და ეს მარადიული კითხვა, ძალიან ბევრი ადამიანი ამ თავრობას არ მისცემდა ხმას, მაგრამ ეს მარადიული კითხვა, აბა ვის მივცეთ ხმა? ეს კითხვა უნდა ამოივსოს, მე დარწმუნებული ვარ რომ ახალი ძალებით გაძლიერდება, ესე ვთქვათ, პარტიული მხარე ოპოზიცია გაძლიერდება ახალგაზრდებით, ახალი ძალებით, იმიტომ რომ პოლიტიკაში წასვლა ქვეყანაში აღარ უნდა იყოს. თუ არჩევნები ჩატარდება, არა, არჩევნები არა. არა, რეალური არჩევნებს გეუბნები. თუ მივაღწევთ და მე დიდი იმედი მაქვს, რომ მივაღწევთ ახალ საპარლამენტო თავისუფალ არჩევნებს და გავათავისუფლოთ ყველა პოლიტპარტიმარს, ვერც ერთი ლოგიკით ამ რეალობაში ვერ მიაღწევ. ოცნება ვერ აიღებს ამ რეალობაში წარმოუდგენელი და გამკვირვებია იმ ხალხის შემოდგომაზე რომ იძახოდა რუსული ოპერაცია ჩაგვიტარეს და გაგვიყალბეს არჩევნებიო, ახლა რა გარანტია აქვს რომ გამოსწორწნიან ამათ თბილისს და ამას და გამოგლიჯავენ და დათვი იცით თქვენ რაფერ უნდა დაიჭიროთ გურულად ბუნაკში, უნდა მოუჭირო ხელი. ხო, მაგრამ მაგითვის მართლობის არჩევნებით არ ხდება, ხელი უნდა მიაშველო. მოკლედ თო მე ვიმედოვნებ რომ ჩვენ კიდე ესე ვთქვათ ამ თემაზე ვისაუბრებ, მე ვიმედოვნებ რომ ქართველი არის გონიერი ადამიანი, ის რაც ჭრის რუსზე, ქართველზე არ ჭრის, მე ამისი ღრმა წამს ეს რომ არ იყოს აქამდე ვერ მოვაღწევდით, იმიტომ რომ 1000 ჯულის ეროვნების დამპყრობელი გადაგვიტანია და ყოველთვის უბრალო ხალხი იბრძოდა, სხვათა შორის მდიდრები ჩამოუჭებული იყო მის გონებას, მისი ციხე-სიმაგრებიდან არ გამოდიოდა. თავარი აუხსნათ ირმა, რატო გვინდა ეს ყველაფერი? ჯერ ერთი პოლიტპატიმრები ყავს ქვეყანაში, სინდის პატიმრები იგივე და ამიტომ ვითხოვთ ამ ადამიანების გათავისუფლებას, რომ პატრიოტები ციხეში არ უნდა იყვნენ. რატო ვითხოვთ ახალ არჩევნებს? იმიტომ რომ ის კი არა იდეა ფიქსი რომ გინდა თუ არა ახალი არჩევნები ჩატარდეს. იმიტომ რომ ჯერ ერთი არჩევნები არ ჩატარებულა საპარლამენტო, იყო სპეცოპერაცია და მეორე ეს ქვეყანა აცდა ყველაფერს. ანუ ჩვენივე კონსტიტუციას არღვევს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, ანუ რეჟიმი, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ევროკავშირს და ნატოში შევიდეთ და გაფორმდეს რუსეთი. ხო და ესენი ეხა და ამიტომ გჭირდება ჩვენ ახალი არჩევნები, რომ ეს რაც ხდება, რომ თავს დაგვახიეს ეხა კონსტიტუცია, ადამიანებს იჭერენ იმის გამო, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ჩვენს დაგვიჭერენ. ამ ქვეყნის პატრიოტები არიან და ქართულ საქმეს აკეთებენ. იმიტომ ებრძვიან იმ ორგანიზაციებს, რომ ვინც ქართულ საქმეს აკეთებს, ეხა რუსული რეჟიმისთვის ის ვერ იქნება კაი ადამიანი. საქართველოში ვინც ქართულ საქმეს აკეთებს, იმათ იჭერენ, იმათ ავიწროებენ, იმათ გადახაზადებენ და ასე შემდეგ. ასე რომ რუსები პარპაშობენ. ნუ გავაფორმებინებთ ამ ხელისუფლებას რუსეთს ქვეყანაში. ჩემო ძვირფასებო, გემშვიდობებით, მომავალ ჩართვამდე, იმედია თხემლაზე ასლა არ დამჭირდება და მინდა გითხრათ, რომ გთხოვთ მოგვიწეროთ YouTube არხზე. იმედია, თუ დამჭირდა მასწავლი ხეზე ასვლას. მე არ ვიცი, შენ უნდა მასწავლო და ბოლო მინდა გითხრათ, რომ სანამ ერთი პროტესტის ხმაც ისმის, ყველაფერს ეშველება. მიყვარხართ, მომავალ შეხვედრას.